კახეთში სეტყვისაგან დაზიანებული ყურძენი სრულად ჩაბარებულია. მოსავალი სახელმწიფო საწარმოებმა გადაამუშავა. მევენახეებმა დაზიანებული ყურძენი ერთლარად ჩააბარეს. რეგიონში რთველი გრძელდება, თუმცა მის მიმდინარეობას უამინდობა გარკვეულწილად აფერხებს. დღეს მდგომარეობით კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძენი სრულად დაბინავებულია. რაოდენობამ დაახლოებით შეადგინა 1200 ტონამდე. დღეს მდგომარეობით გადამუშავებულია კახეთის რეგიონში 65,000 ტონამდე ყურძენი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს რთველი უკვე. დღიური გადამუშავება დაახლოებით 10,000 ტონამდე აღწევს. კლიმატური პირობები შესაბამისად შეიძლება კლება მიკლოს, რადგან წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, ხოლო ამინდების გამოსვლისთანავე იგივე რეჟიმში კრეფა შენარჩუნდება, მაგრამ სახელმწიფო საწარმოები დღეს მდგომარეობით არის 19 ლოკაციაზე გახსნილი. ჩვენ მაინც ვახორციელებთ ყურძნის მიღებას, მოტანილი ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩება არც ერთ საწარმოში. ინტენსიური კრეფა მიმდინარეობს ამ ეტაპზე ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანის ტერიტორიაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და რამოდენიმე დღეში უკვე ახმეტა დაიწყებს ინტენსიურ კრეფავს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.